პრობლემური უწოდა ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა. კობახიძის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილის საქმეზე კონკრეტული განაჩენია დამდგარი, დანარჩენი კი მთლიანად არის სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე ნახე ეს განცხადება, არ ვიცი რაზეა საუბარი, მე ვიცი ერთი რამ, რომ არის კონკრეტული განაჩენი დამდგარი. დანარჩენი არის მთლიანად სამართალდამცავი ორგანოების საქმე. მე საერთოდ ვერ გავაკეთებ კომენტარს ამ განცხადებაზე, მათ შორის იმის გამო, რომ ირაკლი ღარიბაშვილი ჩემამდე იკავებდა ამ თანამდებობას, შესაბამისად, ჩემთვის ეთიკური თვალსაზრისითაც არ იქნება სწორი მისი განცხადებების შესახებ. ძალიან პრობლემური განცხადება, ასე ვიტყოდი, მე კომენტარს არ გავაკეთებ, კიდევ ერთხელ ერთი მარტივი მიზეზის გამო. პრობლემური ჩვენთვის არა. პრობლემური თავისთვის, ასე ვთქვათ. მე გარანტიას ვიძლევი, რომ ეს უსაფრთხოება დაცულია და ამიტომ არის ჩვენთვის გაუგებარი ეს წერილი, რაც გუშინ გამოქვეყნდა, განცხადება, რაც გუშინ გამოქვეყნდა, რა თქმა უნდა, თავიდან ბოლომდე, როგორც მისი, ისე მისი ოჯახის უსაფრთხოება არის დაცული, ბუნებრივია. ეს არის ზოგადად სახელმწიფოს ხელისუფლება.